მოგესალმებით ყველას, კაი გამარჯობა თქვენი. აბა, ესე გაგვიხარდა, რომ შუა ქალაქი. როგორ გაგვიხარდა, რომ შუა ქალაქის ჩაწერა იწყება? სერიალის შუა ქალაქში ჩაწერა ყოველ ოთხშაბათს საღამოს 6 საათზე იწყება. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და მას 200-მდე მაყურებელი ესწრება. თუმცა ჩაწერაზე დასწრების მსურველთა რიცხვი გაცილებით დიდია. გადაღების დაწყებამდე დავით გუგიჩაიშვილი მაყურებელს ჩაწერისთვის განაწყობს და ტექნიკურ დეტალებს აცნობს. სანამ ტექნიკურ დეტალებზე მოგახსენებდეთ, მოდი ვნახოთ დღეს როგორი დარბაზი გვყავს და ჯობია თუ არა დღევანდელი დარბაზი წინა გადაცემაზე მოსულ დარბაზს მსახიობები რო გავამხნევოთ, რომლებიც კულისებში არიან და ნერვიულობენ, გავაგონოთ რამდენად ყურვალე იქნება ხოლმე. გახურებასაც შეეხება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც გვასწავლეს, ერთი მხრივ უნდა ეცადო, რომ გახურება არ იყოს ეპიზოდზე სასაცილო. იმიტომ რომ შენთვის თავარი ეპიზოდია, ხო, შენთვის თავარი არის ის სცენა, რომელსაც იღებ, რომელიც მე ტელემაყურებელს უნდა აჩვენო. მაგრამ ხანდახან თვითონ ხალხი გაძლევს იმის, ესე იგი, საფუძველს, რომ ხანდახან ყოფილა, რომ აი ძალიან სასაცილო ყოფილა გახურებაც კი. ყველამ თუ შეიძლება კი არა ეს ჩავთვალოთ როგორც კანონი, კონსტიტუცია, შუა ქალაქის კონსტიტუცია, ვინც დარბაზში ვიმყოფებით, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, ეროვნებისა, თმების რაოდენობისა, თავის ზომისა. მიუხედავად ყველაფრისა, ყველამ გამორთოთ მელოდებმა გაიცინეს განსაკუთრებით. გამორთოთ ჩაწერის დაწყებამდე ყოველთვის სრულდება ერთი ტრადიცია. ეს ამას ვეთახით ბორჯღალს. ამას ქვია ბორჯღალი რაკთანაც ასოცირდება, ხო რაღაც ძალიან ქართულია ჩვენთვის და ეს ძალიან ძველი დროიდან მოდის ჩვენთვის. ჯერ კიდევ კავენის თამაშს ვიწყებდით და რუსეთში ვთამაშობდით და იქ მთელი გუნდი ვაკეთებდით ამას. ყოველთვის როცა რაღაც ჯგუფურს ვაკეთებთ და ჯგუფი უნდა გავიდეს, კავენის თამაში იქნება ჩვენი ერთად სადმე ვართ და ვთქვათ ფეხბურთს ვთამაშობთ და რამეს ვაკეთებთ, ყოველთვის ეს რაღაცა ის არის, ამას ვაკეთებთ ხოლმე ყოველთვის. ეს ძალიან სერიოზული ტელევიზია მოსული. ნუ ჩვენ კარიერას თუ გავითვალისწინებთ და რაც გავიკეთებია, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დადებითად მოქმედებს. იურა გაუშვი. როცა ტექნიკურად ყველაფერი მზად არის, გადაღების დაწყება შესაძლებელია. დავაი, წავიდა. პირველი სცენა, მე ზოგი. ყოველი სცენის გადაღების წინ გიორგი ჯანელიძე მაყურებლის წინაშე გამოდის. გამოსვლას ორმაგი დატვირთვა აქვს. ეს რაც მიჭირავს ხელში, კინოს ჭირდება, რომ მე მონტაჟე სიგნალად აიღოს, რომ აქედან იწყება ვარგისი ფირი. ჩასაწერის სცენის დაწყების წინ მე მიწევს, რომ მთელი ყურადღება წამოიღო სცენას უკან. სანამ დავაკაპუნებ, მიწევს რაღაცის თქმა ისეთის, რომ ყურადღება უკვე მოვიდეს ყველა მაყურებლის იქ. და მე რო გავა უკვე იქ დარჩეს და დაიწყო სცენა. ხო, მართლა დღეს პირველი ჩაწერა გილაურის პრემიერ-მინისტრობის. ეგეც ამა ჩაიფიქრო. ავიდა? ოპერატორის ამ რეპლიკის შემდეგ გადაღება იწყება. ჩაწერის დაწყება იწყება ხოლმე ძირითადად ჩვენი სახლის სცენით. ყოველწოდები ხოლმე ლეღვერას სიტყვებს წავიდას. მაგრამ და უცებ ყველაფერი გავიწყება, ტექსტი, არაფერი არ მახსოვს და თითქოს არის აი ლეღვერას წავიდათი იწყება ყველაფერის მობილიზება ჩემში რა და აი ეს რაღაცა ძალას მაკრევინებს და პირველი სიტყვა და პირველი ქმედება ყოველთვის მაგის მერე მოდის. წავიდა? Bam 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 bararam bam 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 bararam bam 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 bam. ეს იცი რა კოსტომივეცი? ჯანსაგი წერეს რამე, ნახე პუნქტები ნახე. რამდენად წარმატებით ჩაივლის სცენების გადაღება მაყურებლის რეაქციაზეცაა დამოკიდებული. ოვლი იყოს მაგრამ არაც იოდეს. აჩკა დოლარებიც ჩვენ სცენაში ხო, როდესაც ვიწყებთ ჩვენ აი სახლის სცენაში, როდესაც იცი რომ რაღაც ხუმრობა სასაცილოა.
გაამართლა ამ ხუმრობამ და წავიდა დარბაზზე და სიცილია და თუ ტაშია ხო ეს ფორმაგათ უფრო მაგარია და სასიამოვნოა რა თქმა უნდა ამას მოყვება რომ მთელი სცენა ამაღლებულ ნოტზე მიდის თავისთავად და კაი ხასიათზე გაყენებს. ძალიან მაგარია მართლა როცა რამდენი ადამიანი ეტევა აქ ზუსტად არ ვიცი 200 თუ რაღაც 300 და უცებ ერთი ამბავი და სულ სხვა არის მართლა ძალიან მაგარია. ძალიან ხურა. აი ხო მომიხმარე შე. აი ეს ჩიკა. გამომართვი. აი დადიან ხიში და ძალიან. ხალხის დასწრება ეს არის აუცილებელი იმისათვის რომ სცენარისტმა და მსახიობმა არ დაკარგოს ფორმა. ანუ ჩვენ მივხვდეთ რაზე რეაგირებს ხალხი, რაზე ნაკლებად რეაგირებს და შესაბამისად ის ინფრასტრუქტურები რომელიც შემდეგ სერიებში გვაქვს დაგეგმილი დავაშენოთ ამის მიხედვით. ანუ ხალხი ჩვენთვის არის სახელმძღვანელო, ანუ ეს ხო ხალხისთვის კეთდება. როდესაც მაყურებელი ჩაწერის პროცესს დარბაზში უყურებს, მსახიობები და რეჟისორი კულისებში იმყოფებიან, სადაც იგივე პროცესს პატარა მონიტორის საშუალებით აკვირდებიან. კულისები დეკორაციის უკან მდებარეობს. მომდევნო სცენის გადაღების მოლოდინში მსახიობები ნერვიულობას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. ნერვიულობის მიზეზი ძირითადად ერთია. ორი დღე ამ ტექსტის სწავლა არ არის საკმარისი. და ვნერვიულობ, რომ ტექსტი არ დამოვიწყდეს. აი ეს დავდივარ ვერა მარიკა. ხო, კარგი. აი ეს დღეში ვართ რა. მსახიობებს ტექსტი იშვიათად, თუმცა მაინც ეშლებათ. მაშინ თქვენ მოგზავნით აქ მომიდან. კი. მე 4 არის ვეტყვი სამსახურიდან პირდაპირ აქ მოვიდეს. კი. რამაზი? ну შეგვეშლება შეიძლება შეგვეშლოს ძალიან არ გვიდა რომ შეგვეშლოს მაგრამ გვეშლება ხოლმე ადამიანები ვართ ჩვენ რა ვქნათ კარგი მე მოვიფიქრე მაგიდა რა ვქნათ იცი აი იქნებ ირაკლი გადმოვიდეს თქვენთან საცხოვრებო ოთარი რა ირაკლი ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ დროს არ ეცინება, რეჟისორია. და რეაქცია ბატონ გოშა კორხერაუს საკმაოდ ისეთი კარგი რეაქცია. დაამტვრიეს შენი მანქანა. გზაზე გადმობორდნე თქმა უნდა ადამიანები არიან შეიძლება გაჩვენა არ ვიცი რატომ მაგრამ მე ძალიან ისე არ ვქო მგონია რაღაც ფუჭტე მომთლიანი ანუ აყურებელი ის უყურებს და უცბად რაღაც რო ჩერდება მაგრამ ხდება ასეთ ფაქტები არის ნუ რეაქცია ცუდი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ტემპი ეციანა თვითონ ჩაწერის ყოველი სცენის დამთავრების შემდეგ მსახიობები რეჟისორისგან შეფასებას ისმენენ. შეიძლება გადაღება თითქმის დუბლებისა და პაუზების გარეშე მიმდინარეობს. ჩაწერა მხოლოდ მაშინ ჩერდება, როდესაც ერთი სცენის გადაღების შემდეგ ოპერატორები მომდევნო სცენის გადასაღებად გადაადგილდებიან. ამას დაახლოებით 3 წუთი სჭირდება. ვცდილობთ რომ ანუ პირველი სცენის დამთავრებისთანავე მაქსიმალურად სწრაფად გადავეწყოთ მომდევნო სცენაზე, რომ მაყურებელი არ გამოვიდეს იმ ემოციიდან და ნაკლებად შესამჩნევები რომ იყოს მაყურებლისათვის ოპერატორები. საჭიროების შემთხვევაში დროის ამ მონაკვეთში იცვლება განათებაც. სერიალში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე განათებას იმისთვის რომ კარგად იყოს, უფრო რეალური იყოს ყველაფერი, ამის გამო ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ განათებას, დღის რეჟიმის, საღამოს რეჟიმის და ღამის რეჟიმების
დაყენებას შუა ქალაქში. აი როგორ ხდება ეხლა ეს ყველაფერი. აი ჩვენ ვიყოფებით ეხლა რეალურად ღლონტების სახლის უკან. ეს არის ჩვეულებრივი მხოლოდ ერთი ბანერი, ერთი კედელი, რომელსაც ერთი სხივი ანათებს ბანერს, ხოლო მეორე სხივი ხდება პირდაპირ ღლონტების სახლს და იქნება ისეთ შეგრძნება, რომ ეს არის დილა და მზის სხივი შედის პირდაპირ ფანჯრებში რა. წავიდა. არ მინდა და არ შემოვალ. შემოდი მე გეუბნები. არ შემოვალ. სცენარის მიხედვით ახლა ღლონტების სახლში დილაა. შესაბამისად ფანჯრის მიღმაც დილის განათებაა ჩართული. კარგი რა თამარა, ნუ წიკვინებ რა წავალ მე და მე რამდენი წკიდა. ასეთივე რეჟიმები გვაქვს აწყობილი ჩხეიძეების სახლის უკან, ბარის უკანაც ღამდება და ღამის ლამპიონები და განათებები ერთება. ეს არის მაგალითად პატარა ფარი, საიდანაც ნათდება ჩხეიძეების სახლის ბანერი უკანა. აქ არის აი ეს კედელი, რომელშიც არის ჩამონტაჟებული ნათურები და ამაზეა მოკლული ბანერი. აი ერთი ღილაკით ინთება ფანჯრების სახში. აი გვაქვს კიდე ერთი პატარა ფარი, რომელსაც შეგვიძლია ვმართოთ თუ ავანთებთ ნომერ 15-ს იქნება დღე, თუ ავანთებთ ნომერ 10-ს იქნება ღამე. როდესაც ანთებულია ნათურები სახლების ფანჯრებში, შესაბამისად 10 გვაქვს ანთებული და ეხლა გარეთ გვაქვს ღამე. ეს კოფი კორნერის, ანუ ბარის მიმდებარე ტერიტორიაა. აქაც დეკორაციაში მთავარი ატრიბუტი ბანერები და განათებაა. უშო მთელი ღამე სანდროს ველაპარაკებოდი ტელეფონზე. სანდროს ველაპარაკებოდი მთელი ღამე? მე მომიყევი რა გითხრა? არაფერი, ჩაეძინა და მე ველაპარაკობდი. კარგი, წავედი და მიხედე ხო აქაურობას. აი ნერვიულო. ახლა მოქმედება დღისით ხდება და შესაბამისად ბარის უკან ქუჩაზე დღის განათება ირთვება. კიდევ უფრო მეტი რეალობისთვის ბარში და ქუჩაში ხალხი მოძრაობს. ესე იგი, როცა ჰაიდელბერგში ვიყავი ფილოსოფოსების იმ ქუჩას მივუყვებოდით, მე ჰეგელი, კანტი და კიდევ ერთი კაცი. ხო და ასე მივუყვებო. ეგარი რა სულ. ერთ დღეს ორი სერია იწერება, რომელიც შემდეგ ეთერში ცალ-ცალკე შაბათ-კვირას გადის. თითო სერია დაახლოებით 8-9 სცენისგან შედგება. თითოეულ სცენას თავისი დატვირთვა აქვს. პირველ სცენაში ხდება ეგრეთ წოდებული ბოდიშვიხტი ჟარგონისათვის გაიასნება, რომ რას უნდა ველოდოთ დანარჩენი სცენების განმავლობაში. ცუდი ამბავია, მარიკა. რა ირაკლი? აუ. ვერ მოვდივარ ბალეტზე. დღევანდელი სერიის პირველი სცენა ჩხეიძეების ოჯახში კონფლიქტით დაიწყო. რა ირაკლი? არა ასე შეიძლება? ამბობ რომ შენ სულ რაღაცას პირდები და მე აღარ მისწულებ. არა მე არ მესმის რა გინდა რომ საერთოდ წავიდე ამ სახლიდან? ფორმატის მიხედვით ამბავი, რომელიც პირველ სცენაში იწყება, მომდევნო სცენებში უნდა განვითარდეს. მესმის, იცი ვერაფრით ვერ გავიგე რატო წავიდა მარიკა სახლიდან. რატო უნდა წასულიყო? რა ვიცი კეთე. რა ვიცი, არ ვიცი. ირაკლი. მარიკასაც ძალიან უყვარხარ. მაგრამ ახლა მეწიწინება მე იქ დამბრუნებელი არ ვარ, მაგრამ შენ დუგეშინია. მე დავითანხმებ. და მე ორივე ერთად გადმოვალთ აქ. მივეხმარები დალაგებაში, გასუფთავებაში და მე ნელ-ნელა. ეგ გამორიცხულია? პირველ სცენაში დაწყებული და მომდევნო სცენებში განვითარებული ისტორია სერიის ბოლო, ანუ მთავარ სცენაში უნდა დასრულდეს. დღევანდელი სერიის მთავარი სცენა კი სახინკლეში ვითარდება. აი ხინკალით მივეცი.
თავარი სცენა განსხვავებულია სხვა სცენებისაგან იმით, რომ ესე იგი აქ უკვე დრამატურგიული ხაზი რო ავიღოთ, თავდება ისტორია, რომელიც დაწყებულია პირველ და მეორე სცენებში. ეს არის ეგრეთ წოდებული განკვანძვა, რასაც ვეძახით, თავარი სცენა. შესაბამისად, ეს თავარი სცენა სიდიდითაც ყველაზე დიდია. თავარი სცენა არა მარტო ხანგრძლივობით, არამედ მასში მონაწილე მსახიობებისა და ხუმრობების რაოდენობითაც გამოირჩევა. ირა, ნახე რაღაცა ძალიან თეთრი პირპილია, რა უცნაური. ანანო, მიდი გადმომიღე კიდე. ჩემთვის არ შეიძლება რადიკულები მაქვს მძიმე საქმე. საწყალი ღორები და ძროხები. როგორ გაწირეს თავი ჩვენი სიამოვნებისთვის? ანანო, პურის თავთავები არ გეცოდება? თავარ სცენაში ხდება ის, რომ ყველანი ვართ ერთად და ყველანი ერთად ვაკეთებთ რაღაც გასაკეთებას. მე ახავე მოვა რა. როგორია? თქვენ გაგიმართ. მარიკა? ვაი, მე მარიკა ნახერა საყვარელია ირაკლი. რო დაგინახა აწივდა. თუ ორი კაცი თუ ვართ სცენაში და სამი პასუხისმგებლობა და დატვირთვა შეიძლება როგორც ასეთი მეტია იმ წუთას შენზე როგორც მსახიობზე როგორც პერსონაჟზე, მაგრამ აი როცა აი ყველანი ერთად რაღაცას უკვე აი ბოლოს ვაკეთებთ, აი ამას კიდე სულ სხვა სიამოვნება. გოგოებო რა? რამეს ხომ არ დაამატებდით? კი. კიდე ერთი 40 ხინკალი მოგვიტანე, არა? ბატონო ლაშა, ორი ბოთლი კონიაკი მოგვიტანე, ეს თიფშები და ეს რაღაცა როა გადატიხული, ეს ტიხარი წაიღეთ. მას შემდეგ, რაც მთავარი სცენა ჩაიწერება, სერიის გადაღება თითქმის დასრულებულია. მხოლოდ პატარა დეტალი გარჩება ჩასაწერად. დიახ, შევაფასოთ ეს სცენა თუ შეიძლება? კოდიში სურნელისათვის, რომელიც ჩვენ გამოვიწვიეთ, ხინკალი რო შემოვიდო და მები რო გაისმა და რო ვიღაცამ დაჟე დაახარე. მაშასე, როგორც შევთანხმდით, ამ თავარი სცენის შემდეგ ჩვენ ვიწერთ ზიპოტელას. ზიპოტელა ეს არის ბერძნული სიტყვა, განმარტებით ლექსიკონში ასო ზ-ზე ნიშნავს პატარა სცენუკას, რომლითაც მთავრდება სერია ტიტრების შემდეგ, გოგი ჩაიშვილი, კაკაბაძე ჭელიძის შემდეგ რაც არის ის. უცნაური სახელია ხო ზიპოტელა არაფერი არ არის ესეთი როდესაც ქონა ესეთი სცენარი და ბოლოს ქონა ესეთი სცენა არ ქონა ამ სცენას სახელი ხო იყო ბოლოს სცენა და ბოლოს მერე რო პატარა სცენა ცუდი გამოსათქმელია ბოლოს სცენუკაც ვცადეთ არ გამოვიდა და ჩემი ბავშვი იყო პატარა კატო და ველოსიპედს ეძახდა ზიპოტელას ძალიან ვიხალისეთ ამაზე და ისე მოგვეწონა რომ აი ბოლოს სცენას ხო არ აქვს სახელი და ამიტომ მოდი ერქვა ზიპოტელა და ქვია ზიპოტელა იმისა ოპერაში გავსქუროთ გავსქუროთ ზიპოტელას ჩაწერა ჩხეიძეების შერიგებით დასრულდა. მაყურებელი კმაყოფილია. თუმცა რამდენად კმაყოფილია შემოქმედებითი ჯგუფის საკუთარი ნამუშევრით კრებაზე გაირკვევა. კრება ყოველ 4 შაბათს ჩაწერის დასრულებისთანავე იმართება. მას ღამის შოუ სტუდიის ყველა თანამშრომელი ესწრება. ვიკრიბებით ყველანი, მთელი შემადგენლობა, ოპერატორები, ხმის რეჟისორები, ასისტენტები, სცენარისტები, მსახიობები და განვიხილავთ ამ ჩაწერას. ანუ რა შეცდომა მოგვივიდა, რა იყო კარგი და რა ტრადიცია გავაგრძელოთ, რას წერტილი დაუსვათ და ასე შემდეგ. პირველი მეორე სერია იყო ცუდი. სერია იყო ცუდი თუ არ წავიდა. ჩემი აზრით აქ არ იყო ისე გამოკვეთილი არც ერთი storyline რა ანუ ჩემი აზრით სცენარ ხო პირველ სერიაში ყველა სცენა კარგი იყო ერთადერთი არ მომეჩვენა ბუნებრივად თუმცა შეიძლება სუბიექტურივად ოხის გავანდე ეს ჩემი ისა ნააზრები რომ მარიკას რეაქციები იყო სტრანდი რა მეორე სერიის კარგად არც ერთი სცენა არ დასრულა გარდა ბოლოსი თუ არ ვწდები და ვერ ვიტყვი რომ დაღლილი იყო მაყურებელი და ამის გამო რა
ჯანელა იყო შეუდარებელი. როგორ წავალ? პირველი სერია არის. რატო მეორე სცენაში იყო რაღაც სცენები კარგი? თუ გზნობ რომ ძალიან კარგი იყო სერია, ორი სერია, ორ სერიას ვიწერთ ერთ ჩაწერაზე, მაშინ უბრალოდ ვიკრიბებით და ვამბობთ რომ დიდი მადლობა, ყველაფერი იყო ძალიან კარგი. მაგრამ ასე არ ვუდგებით, ყოველთვის რაღაცას მაინც გამოვჩიჩქნით ხოლმე, რაღაც ისეც რაც რისი გამოსწორებაც მომავალში შეგვიძლია. ანუ ეს არის რეალურად მუდმივი პროცესი ჩვენი თვით განვითარებისაც რა. ანუ ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ იმ შეცდომებს, რომლებიც შეგვიძლია რომ გამოვასწოროთ. ბოლო სცენისკენ უკვე ამოიქაჩო. მოგონი ეთერში არ იქნება ცუდი მეორე სერია. შედარებით ცუდია, მაგრამ თლიანობაში. ხო, კი, როგორ არ ხვდები? სულ ჩამოშებული წასულათ აქ და ეთერში მშვენიერი გამოსულა. დაურეკავ. ასე მიდგომა ასეთი. კმაყოფილები რომ წავიდეთ ახლა რა უარა კარგი იყო. არა, ბოლო სცენა კარგი იყო. ბოლო სცენა კარგი გამოვიდა, კი. აი აწყობილი იყო ბოლოს. სახინკლის დეკორაცია იყო კარგი, იმიტომ რომ ძალიან რეალისტურად გავდა სახინკლის. ხინკალის როგორ გავდა? ხინკალის. რამდენად კარგი ვქერით რომ ხინკალი გავდა თუ ნამდვილი იყო, მე ვჭამე. მეორეჯერ რომ შემოგვიტანეს ხინკალი იყო ცივი, თორე დეკორაცია კარგი იყო. ის ხინკალი იყო კარგი, მწვადის კარგი იყო და თაბაბიც გავსინჯე დამიჯერეთ. ოპერატორებს დიდი მადლობა, რომ ძალიან სწრაფად გადადიოდნენ სცენიდან სცენაზე, რაც არ იწევდა ხალხის დაღლას შუალედებში. ძალიან სწრაფად გადადიოდნენ. რომ ჭიქოლა ცუდად გა. მაგარ. აი. მონტაჟი ჩაწერის მომდევნო ეტაპია. 4 კამერით გადაღებული მასალა 2 კომპიუტერში იყრის თავს. გადაღებულმა სერიებმა მაყურებლამდე სრულყოფილი სახით რომ მიაღწიოს, ამაზე მერაბ დევიძე და ვახო კაკაურიძე ზრუნავენ. ხუმრობის კარგად გადმოცემისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა კადრის სწორად შერჩევას ენიჭება. რა იკითხეთ ეს ბიზნეს ლიტერატურა? არ არის აუცილებელი ყოველთვის ის ლაპარაკობს ის ჩანდეს. სანდახან უფრო მნიშვნელოვანია პირიქით. პირიქით სპორტს შეფასება. ყველაზე დიდი პრობლემა გვაქვს იმასთან დაკავშირებული, რომ გვეწერება სერიალის დროს ბუმი, ანუ მსახიობები ცალკე და ტაში გვეწერება ცალკე. და ძალიან ხმამაღალი არის ტაში. ძალიან ხმამაღალი. და გვიწევს ხოლმე ზოგიერთები არ დაიჯერებენ ტაშების დაწევა და რომ სერიალში ისმოდეს მსახიობების ლაპარაკი. მას შემდეგ, რაც სცენები დამონტაჟდება, წინ თითოეულ მათგანს წინასწარ გადაღებული ტიხარი ედება. ტიხარს ვიღებ იმისთვის, რომ ყოველი სცენის წინ მაყურებელს შეუქმნათ იმის წარმოდგენა, რომ მოქმედება ხდება მართლა იმ შენობაში ან ქუჩაში ან ნებისმიერ ადგილას, რომელი კადრიც არის ნაჩვენები მანამდე. მაგალითად, სანამ დაიწყება ჩხეიძეების სცენა, მანამდე ნაჩვენებია ხოლმე აი ეს სახლი, ამ სახლის კადრი და მაყურებელთა უმრავლესობას გონია, რომ მართლა ამ სახლში ხდება მოქმედება. Bam 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 bararam bam 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 bam. ასე ხდება სხვა სცენების შემთხვევაშიც, თუ მოქმედება ხდება ირაკლი ჩხეიძის კაბინეტში, ვიღებთ რესპუბლიკური საავადმყოფოს ტიხარს. კიდევ მაგალითისთვის, თუ მოქმედება ხდება დათოს სკოლაში, ვიღებთ სკოლის ტიხარს და ნუ ასე შემდეგ. აქცია აქაც მონტაჟი მიმდინარეობს, ოღონდ არა სერიალის. გიორგი ზენაიშვილი პრომოს ამონტაჟებს. პრომო იგივე ანონსი ეთერში მთელი კვირის განმავლობაში ტრიალებს და მაყურებელს ახსენებს სერიალის ეთერში გასვლის დღესა და დროს. პრომოში ძირითადად სერიების ყველაზე სასაცილო მომენტები ხვდება. კადრებს ტიტრი და წინასწარ ჩაწერილი ხმა ედება. საუზმეზე რას მიესმევთ? Qostdu çeşitliyiz. ყოველ შაბათ-კვირას 60 ხინკალი მოგვიტანე, 4 მწვადი და 3 ბოთლი არა. 10 საათზე. ვერაფერს ვერ გავიგე, რატო წავიდა მარიკა სახლიდან. რატო უნდა წასული? რა ვიცი, რა ვიცი. ღამის შოუს სტუდია წარმოგიდგენთ. რა ვიცი მე იჩხუბის ირაკლი და მარიკამ. მართლა? მარიკამ და ირაკლი იჩხუბეს? და ვინ მოერია? კომედიურ სერიალს შუა ქალაქში. ვაიდით მაშინ ამ ჩიფი უძრავ იქონების დედოფალს, უძრავ თამარს გაუმარა. იმედზე. კარგით რა. როგორ იცით ხოლმე რა
ერთგულმა მაყურებელმა პრომოს ნახვის გარეშეც ზუსტად იცის სერიალის ეთერში გასვლის დღეც და დროც. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას უყურებთ და ვიცით დრო ვიცით როდის გადის. ვიცი რომ შაბათ-კვირას 22 საათზე. 10 საათზე აი როგორც რაღაცა ამალი რომ უნდა მიიღო, აი ესე ველოდები ყოველთვის მაგის დაწყებას. უყურებთ მოკლედ ბოლომდე. რა თქმა უნდა, თითქმის ყველა სერიას უყურებთ და იმდენად ინტენსიურად, რომ თითქმის ჩვენი ოჯახის წევრები არიან რა. სასურველი იქნება თუ მხოლოდ შაბათ-კვირას არ იქნება. ყველაზე მეტად მიყვარს ლაშა, ანუ დედას ბუშტი. ყველაზე ძალიან მიყვარს სანდრა და დათო. კეთევანი და თამარი. დათო მიყვარს ძალიან. განსაკუთრებით მომწონს ირაკლი მაინც. მე მგონი დათო. ჩემი საყვარელი გმირი არის ირაკლი, იმიტომ რომ რაღაცა განსაკუთრებით დადებითი პიროვნებაა, რომელიც ძალიან მიყვარს და ყოველთვის რაღაც სიხარულით უყურებ ამ სერიალს საერთოდ და რაღაც განსაკუთრებული რო ხდება ჩემ ცხოვრებაში, ყოველთვის ვამბობ, რომ დღეს დიდი დღეა. დღეს დიდი დღეა. დიდი. მახსოვს ეს ტერმინი გასულია, გასული. გასული. ირაკლი რო იცის ხშირად ჩემი გოგონა ესე იცის ხოლმე. არის რაღაც ტერმინები, რაც გვახსოვს და გამიგია კიდეც ბევრისგან. ნუ თვითონ ირაკლი ჩხეიძისგან ბიჭო. განსაკუთრებით მომწონს ხოლმე ესე რომ იცის ეხლა მოიცა. ჩვენ სამსახურში ყველა იგივე ვესალმებით ერთმანეთს. გამარჯობა გენცვალდეს. გამარჯობა გენცვალ. ჩემი პატარა ძმა, როდესაც უნდა რომ რაღაცა მთხოვოს ხოლმე, ხშირად შემოდის ესეთი ტერმინით, აი ტატა რა მინდა გთხოვო. რა მინდა გთხოვო? იცით რა ტერმინებზე მეტად ეს ჟესტიკულაცია და ესეთი რაღაცა განსაკუთრებით ამ თამარის და ქეთევანის რაღაც ნერვიული ჟესტები. ხშირად მესმის ხობისგან ეგ ტერმინი. აი ვიცი არ ვიცი და ერთხელ ორჯერ სამჯერ 4ჯერ 5ჯერ 6ჯერ და 8ჯერ. ერთხელ ორჯერ სამჯერ 4ჯერ 5ჯერ 6ჯერ 7ჯერ 8ჯერ. ვიყენებ ტერმინებს მაგალითად რაღაცია, ეგეთ რაღაცა ხკალია. ორხიდია. ტერმინები არა მარტო ბევრი არის რომელიც აქ მოფიქრდა ჩვენს მიერ და მე გავრცელდა. ბევრი არის რომელიც გულისხმობს სცენარისტებმა მოვიფიქრეთ, ბევრი არის რომელიც დადგმის დროს მოფიქრდა, თქვათ. არის რაღაცეები რომლებიც თქვათ მსახიობები თვითონ იტყვიან რომ ესე ხო არა და მე ტერმინი ხდება. არის ტერმინები რომლებიც გარედან შემოგვაქვს. მაგალითად ისეთ ვიღაც სამეგობროში თუ არის რაღაც ტერმინი, მაგალითად ჩემი სამეგობროდან მოვიტანე რა მაგარი მანქანა მივეცი, ან ნახე რა ტანსაც მარატანი მისცა. რატანი მისცა? აბსოლუტურად ყველა ოჯახში უყურებენ შუა ქალაქს. იმდენად მომწონს შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ზარადაც და პრინციპში ნუ მაგიდევაც. ნახეთ, ეს მომხდები თქვენ. ტერმინების მსგავსად მუსიკაც პოპულარული გახდა, რომელიც სპეციალურად სერიალისთვის გიგა მიქაბერიძემ შექმნა. მუსიკა გამოსახულებასთან ძალიან ჰარმონიულად არის. იყო რაღაც შაბლონი, არსებული ხასიათი, რაც უცხოურ სერიალს აქვს მსგავს და იქიდან გამომდინარე ამ ხასიათის კომპოზიცია ავადია. სერიალი ხალხში პოპულარობით რომ სარგებლობს, ამას DVD დისკების გაყიდვის რაოდენობაც ადასტურებს. სერიალ შუა ქალაქის დისკების პირველი სეზონი ექსკლუზიურად იყიდებოდა ჰიპერმარკეტ გუდვილში, 5 თვის განმავლობაში იყიდებოდა სულ ჯამში. ამ 5 თვის მანძილზე იყო არნახული მოთხოვნა დისკებზე. ანუ ჩვენც ძალიან გაკურებულები ვიყავით იმ ხელა მოთხოვნა იყო, ხალხი მოდიოდა, თუ რაღაცა შეთხელებული იყო, რაოდენობა ელოდებოდა, ყიდულობდა არა მარტო ერთ შეკვრას, არამედ რამოდენიმეს ერთად. სერიალის მეორე სეზონის DVD დისკები სავაჭრო ქსელ პოპულის ყველა სუპერმარკეტში იყიდება. ესე იგი 27 აპრილიდან კომპანია პოპულმა დაიწყო ამ DVD დისკების გაყიდვა. დღეისათვის ჩვენ გავყიდეთ დაახლოებით 200 ცალის შეკვრა. ეს თითოეული შეკვრა ღირს 65 ლარი, მასში შედის რამოდენიმე კომპაქტ დისკი. როგორც კი გავიდა რეკლამა ეთერში, მოხდა რაღაც სასწაული, იმიტომ რომ ყველა სუპერმარკეტში აბსოლუტურად მთელი ქალაქის მასშტაბით მივიდა ხალხი და მე მინდა შუა ქალაქში და მომეცით მეორე სეზონი და ეს იმდენად გამაოგნებელი იყო, კონსულტანტები ვერ
დასწრებდნენ უბრალოდ გამოტანას ამ დისკების და მათთვის გადაცემას. ანუ აშკარად იგრძნობოდა ის, რომ ხალხი ელოდებოდა მეორე სეზონსთან ძალიან. როგორც კი გავიდა რეკლამა, იმ დღიდანვე დაიწყო ძალიან აქტიური გაყიდვები. ჩაწერიდან მეორე დღეს ყველაფერი თავიდან იწყება. იწერება აუტლაინი, შემდეგ ხუმრობები, ეწყობა დეკორაცია, იდგმება სცენები. ასე კეთდება სერიალი შუა ქალაქში. ღამის შოუ სტუდიის ყველა თანამშრომელი ცდილობს ყველა მომდევნო სერია მაყურებლისთვის კიდევ უფრო საყვარელი და საინტერესო გახდეს. სერიალზე მუშაობენ სცენარისტები, მენეჯერი, რეჟისორი, ხატვარი, დიზაინერი და დეკორატორები. კოორდინატორი, სეგმენტ პროდიუსერები, გრიმიორი, ოპერატორები, მემონტაჟეები და რა თქმა უნდა მსახიობები. მარიკა მაიკო დობორჯგინიძე. როდესაც ჩაწერა დამთავრდება, ეგრეთ წოდებული თავდაყრა ტაშდაყრის ცერემონიალი გვაქვს ხოლმე. ანანო მარიამ ჯოლოგუა. და სათითაოდ ვიძახებ როგორც ეპიზოდური როლების შემსრულებლებს, ასე მთავარი როლების შემსრულებლებს. ქეთევან ღლონტი, თამუნა ნიკოლაძე. ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა თავდაყრის პროცესი, იმიტომ რომ მაყურებელი რაღაცა თავის გულწრფელ ემოციას გამოხატავს. თამარ ღლონტი, თათული ედიშერაშვილი. აუცილებლად გასათვალისწინებელია მაყურებლის შთაბეჭდილება ამ შემთხვევაში და მადლობის თქმა. სანდრო ჯაბა კილაძე. აბუნსინეტების მიხედვით ხვდები როგორ უყურებ მაყურებელს. დათო გოგა ბარბაკაძე. და ირაკლი ოთარ ტატიშვილი. ძალიან დიდი ბოდიში დღევანდელ სერიაში არ იყო, მაგრამ ჩვენი გმირია ეკა გახლავთ ქეთა ლორდ კიფანიძე.